ნუ რა არის იცით თავისთავად ეხა ამ წერილის სკანდალურობაზე ბევრ საუბრობთ, ხო? ნუ გასაგებია რომ არაკომპეტენტური პირი აგზავნის ამ წერილს ერთის მხრივ, მაგრამ ვიცით მოცემულობა როგორიც არის, თვითონ შინაარსში ეხლა განსაკუთრებით ამ მოცემულობაში ამ ქვეყანაში რაღაც ისეც ვერ ხედავ განსაკუთრებულს, რომ რაღაც ამას დიდი სკანდალი დავარქვათ, ხო? ადამიანს ეუბნებიან რომ ან აღიარე რეალურ დანაშაულზეა როგორც ჩანს თან ლაპარაკი, არ არის რაღაც მოგონილზე და თუ არა და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. არადამაჯერებელია პოლიტიკური კომპონენტი პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში ნუ ეს კომედიაა უბრალოდ, ხო ეხლა. კი ბატონო, დღეს წაყენებული ბრალი, დღეს ბრალი წაუყენეს კორუფციის მუხლით, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს თუ არა რომ საპროცესო შეთანხმებიდან დღემდე რაღაც პირობა ვიღაცის მხრიდან დაირყვა, იმიტომ რომ კულისებში მიდიოდა ეს პროცესი დიდწილად, დღევანდელმა ბრალმა რა აჩვენა? ნუ კი ბატონო, ტრიგერად რაღაცა, ანუ ტრიგერი, გასაგებია რომ აი ამ კობახიძის გუნდს, ხო, აქვს ინტერესი ბიძინა ივანიშვილის სტერილიზაციის, ხო, მისი ესე რომ ვთქვათ, იზოლაციის ერთგვარი და ძალიან მიზანმიმართულად, ძალიან მეთოდურად მუშაობენ იმ ადამიანებზე, რომელიც ასე თუ ისე მოიაზრება ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებად თავის დროზე, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ნებისმიერი ბრალდება აი ქართუს წრეზე, ქართუ ჯგუფის წრეზე ირიბად ბიძინა ივანიშვილის კომპრომეტაციას ახდენს, ხო? გასაგებია და ეს გრძელვადიანი მიზანი, ერთ-ერთი მიზანი ესეც არის. ეხლა იზოლაციის ამოცანა რა არის? იზოლაციის ამოცანა არის ის, რომ მეფის ტახტს ერთადერთი მემკვიდრე დარჩეს საბოლოო ჯამში, ხო, იქ თეორიულადაც კი რომ გამოირიცხოს სხვა ვარიანტი, რატომ? იმიტომ რომ კობახიძე ხვდება რომ შემდეგი ის არის რიგში, ხო, ის უნდა ჩარეცხოს ბიძინა ივანიშვილმა, აკიდოს მორიგი ეს წოდების ესე რომ ვთქვათ, მთელი კრებული, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგროვდა და ჩარეცხოს. აქედან გამომდინარე, ის თავს იცავს აი ესეთი ფორმით, ირიბი ფორმით, ხო? ხო, მაგრამ პატიმარს მაინც არავინ დანიშნავდა პრემიერად და სათადარიგო სკამი შეიძლება დამოკლებულია, მაგრამ შეიძლება არა პოლიტიკური პირებიდან შეარჩიოს პრემიერი რაღაც ბახტაძის მსგავსი პერსონა. კი, გასაგებია, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ღარიბაშვილს პრემიერად დანიშნავდნენ, ხო? აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც დადგება მომენტი, იქ რაღაცა მოძრაობები, კონტრმოძრაობები არ დაიწყოს, ხო? ანუ იმდენად იყოს ყველა კომპრომეტირებული ბიძინა ივანიშვილის გვერდზე, რომ უბრალოდ მას შანსი არ ქონდეს, ესე რომ ვთქვათ, აი ამ გუნდის ჩარეცხვის, ხო? აი აქეთ მიყავთ ყველაფერი, ეხლა გასაგებია რომ პოლიტიკურ საფრთხეს ღარიბაშვილი არ წარმოადგენს არანაირს, მაგრამ როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, როგორც გარკვეული გავლენის მქონე ქართულ ოცნებაში, ხო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის ხდომებზე იღებს ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, აი კვირიკაშვილის ეპიზოდს შეგახსენებთ, ხო? შესაბამისად ღარიბაშვილს იყავს ეხლა ბევრი არ ყავს დარჩენილი, მაგრამ ვიღაცა დარჩენილი ყავს კიდე. და ტრიგერად, ჩემის აზრით, ერთ-ერთი ტრიგერი, ხო, აი ამ ვითარების რატომ დაიწყო მორიგი შეტევა, როდესაც თითქოს არაფერი არ ხდებოდა, ხო? ეს ხო არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა, ყველას კარგად ესმის, იმიტომ რომ ყველა ის კორუფციული სქემა, რაც იყო, დღესაც მუშაობს, ზოგიერთი პირიქით უფრო გაზრდილია, ხო, იგივე კონცენტრების თემა რო ავიღოთ და ამ შემდეგ მასშტაბები კიდევ უფრო გაზრდილია. ატკატების გარეშე, ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ბევრი არაფერი არ მუშაობს ამ ქვეყანაში. მაგრამ ნუ ესეთი მოცემულობა შეიკრა, ეხლა იბრძვიან რა, როგორც შეუძლიათ. საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს ძალიან მწარე ჩარეცხავს მაინც, იმიტომ რომ სხვა დონის მოთამაშეა, ხო, ეხლა ამ ბიჭების ამ თამაშს ის ხედავს, რა თქმა უნდა და ესე მარტივად არ დამთავრდება მათი თემა. გარკვეული დრო მას ჭირდება იმისათვის, რომ უფრო დაიწმინდოს სიტუაცია, ხო, აი კრიტიკული მასა აიკრიბოს ცოდვების, რომ ესე რომ ვთქვათ, ამით რაღაც ბენეფიტი მიიღოს კობახიძის ჩარეცხვით. საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილის მმართველობითი ფილოსოფია დამყარებულია არა კლასიკურ პოლიტიკურ განათლებაზე, არამედ ქართული ის არსებობს ესეთი თხა და ვენახი, ხო? თხა და ვენახი, როდესაც თხამ შეჭამა ვენახი, მერე თოფმა ის არა, გელმა შეჭამა თხა, მერე თოფმა შეჭამა გელი და ჟანგმა და ასე შემდეგ. ხო, და ბიძინა ივანიშვილს ის არ ესმის, რომ
ეს ზღაპარი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და ბოლო რო თვითონ არის აი თუნდაც დღევანდელი დემო ვერსიაში კარგად ჩანს. რატომ? იმიტომ რომ ბურჭულაძეს დაადო ვიღაცამ ხელი, ბურჭულაძემ ეხა დაადო ღარიბაშვილს და ეს შემდეგი ვინ არის? შემდეგი ხო ბიძინაა. ანუ როგორც კი სისუსტეს გამოვავლენ. ნახეთ, ღარიბაშვილი იმუქრებოდა ამ წერილებში, ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ვიცავ ოჯახს ჩემ თავს და სარკისებურად გიპასუხებთ ყველაფერზე. შეიძლება თუ არა, როგორც დღეს გვარამია მოუწოდებდა მას, რომ რაღაცა აი სარკისებური პასუხი შეეხოს პერსონალურად ივანიშვილს. ეს აი ჩვენი ილუზიებია, მაინც აი ეხა ძალიან გამოცდილი ხალხია გვარამიას და სხვების, მაგრამ ნუ ძალიან მიამიტები არიან მაინც და აგიხსნით რატომ, ხო? ორი ტიპის მართლობითი სისტემა არსებობს. აი მთლიანობაში აი ძალიან პირობითად რო ავიღოთ, ხო? ერთი არის ინსტიტუციური მართლობა, ნუ ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი, როდესაც რაღაც გუნდი იკრიბება, რაღაც საერთო პრინციპებზე, საერთო ფასეულობებზე მოილაპარაკებენ და გუნდურად რაღაცა სისტემებს აყალიბებენ და სისტემებს მაფიოზური. არის მეორე ტიპის მართლობითი სისტემა, მაფიოზური, ეგრეთ წოდებული მაფიოზური მართლობითი სისტემა, სადაც ვერტიკალი ესე ლაგდება ბოსია და მერე ბოსის ქვემოთ ხდება სტრუქტურირება, ხო? და ბოსი ყოველთვის მართალია, როდესაც მართალი არ არის, მაშინაც მართალია, ხო? ეს არის მაფიის პრინციპი. ეხლა ღარიბაშვილმა მაფიოზურ მართლობაზე რო ხელი მოაწერა, ამით დამთავრებულია ყველაფერი. ეხლა რა მაფიის ჯარისკაცი ეხლა ბოსს აუბუნტდეს და ბოსი გადააყირაოს, ესე არ მოსულა ესეთი რაღაცა არ ხდება, ხო? ჯარისკაცი თუ დაარღვევს ომერტას პრინციპს, ხო? თუ დაარღვევს აი ამ ვერტიკალური მართლობის პრინციპს, ის ძალიან მძიმედ ისჯება საბოლოო ჯამში. ის რომ ეხა ჯარისკაცი გამოვა და მაფიის ბოსზე რაღაცებს ილაპარაკებს, ნუ არსებობს ეხა მაფიის ისტორიაში ესეთი პრეცედენტები, მაგრამ ნუ ძალიან ლოკალური რა. კი ბატონო, ბატონგია, ნახეთ რამდენიმე მოსაზრებას გავეცანი, ერთ-ერთი არის ასეთი, რომ ღარიბაშვილის ნეიტრალიზება ბოლომდე არის საჭირო, რომ არავის გაუჩნდეს შიდა ოპოზიციური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება. ან ასეთი, რომ მაგალითად ბრალი, რომელიც იყო მის წინააღმდეგ, ასეთი ბრალით მომისმენია ასეთი შეფასებაც, რომ ოცნების ნებისმიერ წევრს შეგიძლია მიუყენო, რომ რაღაც პარალელური ბიზნესი აქვს და არ ადეკლარირებს ამ შემოსავლებს, ნუ მოკლედ ამ ბრალით ვერ შეაძულეს ოცნების ამომრჩეველს სათანადოდ თქვათ ღარიბაშვილი, რომელსაც რაღაც ბმა მის პერსონასთან ესე ვთქვათ ოცნების დნმ-ით მეტი აქვს, ვიდრე შეიძლება ეს ახალი თაობის ლიდერებთან ჰქონდეს და ამიტომ რაღაც პოტენციური საფრთხე რომ არ იყოს სამომავლოდ, მისი ბოლომდე რომ აი ჯარისკაცების გამძარცველი და არ არის რთული მის მასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებზე საუბარი. ბევრი თეორია შეიძლება განვავითაროთ, ყველა თეორიაში აიქნება რაღაც ლოგიკის მარცვალი, ხო? ეხლა მე უბრალოდ ამ თეორიებში ღრმად არ შევალ. ეხლა რაც შეეხება ჯარის გაძარცვას, დღემდე ლაპარაკობენ კეზერაშვილმა გაძარცვაო ისო, რა ქვია, ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ, რასაც ჩვენ გვაბრალებდით, ეს თქვენ ხართ თავიდან ბოლომდე. ფორმულას აფინანსებსო და აი რა საშინელებები ხდებოდაო, თქვენ კაი ადამიანო, ვერ გავიგე, ბურჭულაძე რა, თავდაცვის მინისტრი არისო, ხო? ანუ კეზერაშვილზე საუბრობენ დღემდე, როდესაც კორუფციის მასშტაბი, როგორც აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროში, დღეს ბევრად უფრო დიდია. ეხლა თქვენ რა გონია, თუ იქ ფული შეუნა მოსული იყო რა, მარტო სამედიცინო აპარატურაში შოულობდნენ, ყველაფერში შოულობდნენ, ეს ამას ნიშნავს, ხო? იმიტომ რომ კორუფციაზე, როდესაც ხელს აწერ, ყველა სფეროდან სადაც შესაძლებელია, ყველგან იპარავ უკვე, ესე არ ხდება, რომ აქ მოვიპარავ და აქ არ მოვიპარავ. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა იმაში, რა ქვია, სხვა სტრუქტურებში, ხო? ესე ხდება. და საერთოდ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზანი ის კი მარტო პოლიტიკური კი არ არის, ჩვენ მარტო პოლიტიკურ სარჩულს უდებთ ამას, ხო? არამედ ბანალურად ფულზეა ლაპარაკი, ხო? ბიზნესთვის როგორ არის? ბიზნესთვის საკუთარი ფული და სახელმწიფო ბიუჯეტი ეს ერთი საფულია. ანუ მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი არის მისი ფული, აბა ვისია? ბიზნესი არ არის? შესაბამისად ბიუჯეტიდან რო იპოვება, ესე იგი ბიზნეს პარა. ღარიბაშვილი ამისთვის დაისაჯა ეს
უცხო ამბავი იყო თუ ეს არ იყო ეს იყო მიზეზი, მაგრამ სხვა რა მოხდა რეალურად სხვა ტიპის შურს და ეჭვს შევეწირეო თავად ასე ხსნის თითქოს აი ივანიშვილის ქვემოთ დაპირისპირების ხვერპლი გახდა. შურდა რომ ღარიბაშვილს მეტის მოპარვა შეეძლო და თვითონ ნაკლები შეიძლება შური იყო რა თქმა უნდა შური მონაწილეობს ამაში ხო იმიტომ რომ ღარიბაშვილს ყველა ბიზნესებიდან მისდიოდა წილი და ვიღაცას მარტო ერთი ბიზნესიდან და შურდა ღარიბაშვილის ბუნებრივია ხო აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ერთმანეთში აზელილი რა აქ რაღაც ერთ მიზეზზე ან ერთ მოტივზე რაღაც პოლიტიკურ სტრატეგიაზე ან ტაქტიკაზე ლაპარაკი არასწორი ბანალურად მოთხოვეს ფული თუ გვახსოვს პერიპეტიები და ხო არ დაუჭერიათ ვიცოდით რომ მას პრესავდნენ ხო ისევე როგორც პრესავდნენ ლილუაშვილს პრესავდნენ გომელაურს არ პრესავდნენ, მაგრამ მე ტექნიკური აუდიტი რო ჩაატარეს, მიიღეს გადაწყვეტილება რომ გომელაურს თუ რამეს იღებდა პარტიულ სალაროში მიქონდა საკმარისი, ანუ იმდენი რამდენიც უნდა მიეტანა, ცოტა სიტოვებდა, ხო? აი ისა რა ქვია ლილუაშვილმა კრისობა დაიწყო ეგრეთ წოდებული და მოთხოვეს მე რომ მოიტანეთო ეს ფულიო. თავიდანვე დაჭერაზე ხო არ ყოფილა ლაპარაკი, ეხლა დაჭერა არ იყო მიზანი. მიზანი იყო ბანალურად ფულის ამოღება. ეხლა ღარიბაშვილზე მორიგი შეტევის ტრიგერი ჩემის აზრით გახდა აი ეს ეპიზოდი, ინაშვილის ეპიზოდი გახსოვთ ხო ალბათ? ანუ რაღაცაზე ხო უნდა მოდავებოდნენ, რომ აი ამიტომ არ ღვევთ რაღაც შეთანხმებას, ხო? და თუ დააკვირდებით ინაშვილი ბოლო პერიოდში პოლიტიკურად გააქტიურდა, ანუ ის აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რაღაც იყო სხვათა შორის სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებდა ივანიშვილს, რომ ჩამოიცილე კობახიძეო. ამ სტატუსის პასუხად სხვათა შორის ეთერში მყავდა მე ქალბატონი ირმა, რომელიც აკრიტიკებდა კობახიძეს და ის თქვათ ღარიბაშვილს არა და შემდეგ თქვა მეტიც რომ მეგობარი არის ჩემი და არ ვტოვებ მეგობრებს გაჭირვებას. ეს ამბავი მიუტანეს ბიძინას თავისი იმით ინტერპრეტაციით, რა უთხრეს რომ აი იმან თქვა რომ პოლიტიკაში არ ჩავერევი და ეგერ იმებს რა ქვია ინაშვილს და ვიღაცებს ალაპარაკებს, ანუ პოლიტიკაში ერევა. თითო ჩუბინიძე და ირმა ინაშვილი იყო იმ წერილში, ღარიბაშვილის გამოქვეყნებული წერილის წერილში ნახსენები. კი ბა რეალურად ეხა ეს სისულელეა ხო მე ვფიქრობ რომ ესე ნამდვილად არ იყო მაგრამ ესე რომ ვთქვათ ეს მიუტანეს ეხა ეს არ არის ახალი ისტორია აი ჩემი ისტორიას მოკლედ მოგიყვებით ძალიან ხო იგივე ღარიბაშვილს ეხება 2013 წელს როდესაც 2012-ში უბრალოდ როდესაც მე ესე რომ ვთქვათ ჩემი ინიციატივით ბიძინა წინააღმდეგი იყო იმედი დაუბრუნეთ ბადრის ოჯახს ხო და ბიძინა ძალიან უკმაყოფილო იყო, მაგრამ ეს იყო ჩემი ვალდებულება ბადრის ხსოვნის წინაშე და დაუბრუნეთ ოჯახს, ხო? და დაახლოებით 2-3 კვირაში თქვენი მეგობარია ის გოგო, ხო? გადაწყვიტა რომ ინტერვიუ აიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ღარიბაშვილისგან. აიღო ინტერვიუ, გაუგზავნეს კითხვები, ღარიბაშვილი დაჯდა ამ კითხვებზე თავის ის გენიოსი ყავდა ერთი პრეს-ცენტრის უფროსი, ხო? გვარს არ დავასახელებ იცით ის გოგონა, ხო? და გადაწყვიტეს რომ იმედი ებრძვის ღარიბაშვილს. მეორე დღეს მირეკავს ბიძინა და მეუბნება რომ რაღაცო სალაპარაკო მაქვს. მივედი და ღარიბაშვილი იყო ჩემთან მოსულიო ეხაო და მეუბნებაო რომ იმედი ებრძვისო და იმედს ხო შენაკონტროლებო და შენებრძვიო ესე იგივე ესე თulis ღარიბა აი წარმოიდგინეთ რა მარაზმში ვტრიალებდით რა მე უთხარი ბიძინა მეთქი რა იმედს მეთქი მე არ ვაკონტროლებ მეთქი რა ამას არც ბადრის ხსოვნას ვაკადრებდი მეთქი არც შენ გაკადრებდი და არც საკუთარ თავს მეთქი და იცის იმედის მაშინდელმა მენეჯმენტმა მე უთხარი რომ იმუშავე თავისუფლად ინასაც ის უთხარი რომ ბადრის ყველაზე დიდი ძეგლი იქნება რომ იმედი იყოს თავისუფალი მედია მეთქი. აი ესე დაუდგავ შენ ბადრი ამაზე მეც ბადრის ხსოვნას ვერაფერს ვერ გაუკეთებდი მეთქი რა. ვერ გაუკეთებ მეთქი. ამ ისტორიით მოყევით რომ ეჭვიანია ღარიბაშვილი. კი, ანუ ღარიბაშვილი მივიდა და ბიძინა დაარწმუნა რომ მე ვაკონტროლებ იმედს და ღარიბაშვილს უთხრის აფლავს და უთხარი რას აფლავს უთხრი სანთელს უნთებთ მეთქი რომ რამე ყლაპოში არ ჩახტეს მეთქი ხო ეხა მისი პოლიტიკური ინტელექტი პლინტუს ქვემოთ არის ეხა ეს თელმა საქართველოს მიცის ხო
ხო და ბიზნეს რო უთხარი არ ვაკონტროლებ მეთქი პასუხი რა იყო იცით ბიზნესის ძალიან ცუდია მოყოლილი გაქვთ ეს და წიგშიც თქვენ წიგშიც არის ეს ეხა აი წარმოიდგინეთ რა და დღესაც იგივე ხდება რა მივიდა ეხა კობახიძე და ღარიბაშვილზე უთხრა ინაშვილი რომ ლაპარაკობს ღარიბაშვილი ალაპარაკებსო აი ესე დაიწყო მთელი ისტორია ანუ დაარღვია ანუ ღარიბაშვილი ამბობს რომ ამათმა დაარღვია ეს პირობა ესენი ამბობენ რომ ღარიბაშვილმა დაარღვია პირობა აი ღარიბაშვილის წერილში პირდაპირ მინიშნება ამაზე ძალიან დამაზარალა ინაშვილმა უცბად შეახოცა ხელი პირველი წერილში ხო გახსოვთ რა პირველ წერილის წერილში ვიღაც წერს რომ დაგვაზარალესო ის ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი წერილია და ის სხვა წერს რომ ინაშვილისა და დიტო ჩუბინიძის ეს თქვათ მეგობრულმა ვითომ აქტიურობამ დაგვაზარალაო კი ბატონო ხო კი ბატონო ხო ანუ გესმით ხო ტრიგე ანუ ის კატალიზატორია მთელი ამ პროცესის რა გახდა გასაგებია რომ ეს კი არ იყო მიზეზი ეს იყო საბაბად გამოიყენეს უბრალოდ იმისათვის რომ მორიგი შეტევა დაეწყოთ და მორიგი ექსპროპრიაციის ესე რომ ვთქვათ ის ჩაატარონ თან ამის საბოლოოდ დამარხვა რომ მოხდეს ხო და რაც შეეხება ეხა აი ღარიბაშვილი ეხა გასაგებია დრამა მესმის რომ სადღაც გულის სიღრმეში მეც მეწოდება მაგრამ ბიჭო აი ეს ნეპოტიზმზე რომ აი მე ოჯახს მინადგურებენ რომ ვიღაცა რომ გაუთავისუფლეს სამსახურიდან დიდი ბოდიში მაგრამ მე რო წამოვედი სისტემიდან რო წამოვედი მე მანამდე სანამ ბიზნესთან წავიდოდი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი საკმაოდ მაღალ პოზიციაზე დავბრუნდი იქ სამუშაოდ დავბრუნდი იქ რომ ნუ ეხა ხო რაღაცა შემოსავალი მჭირდებოდა ოჯახში ხო ღარიბაშვილი ჩასული იყო იმ ქვეყანაში იმ კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა და უთხრა ხუხაშვილი იქ რომ მუშაობს ჩვენ არ გვაწყობსო აი წარმოიდგინეთ ესეთმა ადამიანმა როგორ შეიძლება საკადრო რაღაცაზე საერთოდ ხმა დაასველოს რა მაგრამ თქვენ თქვათ დარჩით იმ კომპანიაში როგორც ვიცი ბიჭო არა იმათმა მე დამტოვეს მაგრამ მე თვითონ წამოვედი იცით რატო წამოვედი დიახ მე უთხარი რომ არ კი გასაგებია რომ თქვენ რომ ტოვებთ კარგია სხვადასხვა შორის ბიძინამაც მაშინ სწორი პოზიცია დაიჭირა ბიძინამ იმ კომპანიის ხელმძღვანელს უთხრა რომ ღარიბაშვილს რაღაცა შეეშალა და არანაირი პრობლემა არ არისო თქვენ ჩააყენეთ ივანიშვილი საქმის კურსში ხო ნუ ძალიან დეტალებში ნუ ჩავაყენე ხო უთხარი რომ ჩვენი ურთიერთობის ზღვარი სად გადის მეთქი ეს რა არის მეთქი რა ხდება ხო და მაგრამ მე მაინც წამოვედი იმიტომ რომ კომპანიის ხელმძღვანელს უთხარი რომ იცი რა მეთქი კი ერთის მხრივ გასაგებია და დიდი მადლობა ყველაფრისთვის ბიზნესაც მადლობა გადაუხადე მაგრამ უთხარი რომ ეს მაინც პრემიერ-მინისტრია რა ანუ უნდა იყოს ეხლა მთელი ცხოვრება ჩასაფრებული თქვენზე მეთქი ჩემს გამო ხო და რატო მეთქი რა ავდექი და წამოვედი რა კი ბატონო მადლობა ხო ეხლა ძალიან საკუთე იმაში პირაში გადავედი გასაგებია საინტერესო ისტორია ეს მაგრამ ეს არის ღარიბაშვილი შესაბამისად აი ეს თხადავ ვენახით ყვილად კი არ მოგიყევით კაცო ყველა შეიჭმევა და ბოლო ბიზნეს შეიჭმევა იმიტომ რომ ეხა დიდი ბოდიში მაგრამ არც უკვდავი და არც უძლეველი არავინ არ არის რა ეს ჯაჭვი ბიზნესთან მიდის ბოლოში გასაგებია რა მადლობა დიდი მადლობა გია ხუხაშვილი პასუხობდა ჩვენ კითხვებს მადლობა